რა თქმა უნდა, ქართული ოცნების მცდელობა არის, რომ მთლიანად მშვიდობიანი პროტესტის რეპუტაცია შელახოს და შეფუთოს რაღაც ძალადობრივ აქტის ჩადენაში ან ძალადობრივ მიზნებში მიუხედავად იმისა, რომ 300 დღეზე მეტია ადამიანები სპონტანურად თვით ინიციატივით, თვით ინერციით უბრალოდ საკუთარი მოქალაქეობრივი თვითშეგნებიდან გამომდინარე აპროტესტებენ ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობის დამყარების და გამყარების პროცესს და ძალიან უნდათ რომ ეს მშვიდობიანი და ძალიან სამართლიანი, ძალიან და მართლაც ღირებულებით საწყისებზე დაწყებული სამოქალაქო წინააღმდეგობა გასვარონ ისეთ ფორმებში, რომელიც შესაძლოა გარედან იყოს აღქმული არაკონსტიტუციურად ან არასამართლიანად და ძალადობრივად, ხო? მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ ხალხს აქვს უფლება ყველა ფორმით გააპროტესტოს საკუთარი მთავრობისთვის გადაცემული, მთავრობისთვის თუ ნებისმიერი ზოგადად პოლიტიკური გუნდისთვის გადაცემული სუვერენიტეტის ის ნაწილი, რომელიც შემდგომ ამ მცირე გუნდის მათ სამსახურში ჩადგომას გულისხმობს და ამ ვალდებულების და ამ ნდობის გატეხვის და ამ ასე ვთქვათ უფლებამოსილების უზურპაციის გამოხდება ჩვენს ქვეყანაში ეს სამოქალაქო წინააღმდეგობა მათი მხრიდან მცდელობა არის არა ის რაც ევალებათ მათ კონსტიტუციურად, ანუ მოусმინონ პროტესტს, გადმოდგან ნაბიჯები მოქალაქეთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შევიდნენ პოლიტიკურ პროცესში, აღიარონ რომ ქვეყანაში მათ გარდა არსებობენ პოლიტიკური ძალები, დაიწყოს მსჯელობა, რეალისტური მსჯელობა, არსობრივი მსჯელობა ქვეყანაში ნამდვილ თანაბარუფლებიან თანასწორი თამაშის ველის მქონე საარჩევნო პროცესზე. ამის მაგივრად ისინი ცდილობენ პროპაგანდის, დეზინფორმაციის და სხვა მათ ხელთ არსებული საშუალებით, პრაქტიკულად აპარტეიდში ვცხოვრობთ უკვე რამდენიმე წელია და განსაკუთრებით ბოლო წელია, იმიტომ რომ მათ ხელში არის ყველა ის შესაძლებლობა, რომელთაც საზრდოობს საზოგადოება დაფინანსების შესაძლებლობა თუ სხვადასხვა თანამშრომლობითი ფორმატები რაც სჭირდება საზოგადოებას სახელმწიფო უწყებებისგან. ამიტომ ამაზე ბევრს არ ვსაუბრობთ, მაგრამ პრაქტიკულად ფარული ფორმით წლებია მიდის ეს სეგრეგაცია საზოგადოებაში ქართულ ოცნებას და მათ მომხრეებს ან მათთან შეზრდილ და კარგად თანამშრომლობაში მყოფ სეგმენტებს შორის და დანარჩენ შორის, რომლებსაც უნდათ არა ეს კორუფციული ფორმით ურთიერთობა სახელმწიფოსთან, არამედ მერიტოკრატიული თანასწორ უფლებებზე და შესაძლებლობებზე დაფუძნებული ურთიერთობა. ხო, ეს ყველაფერი რაც წაგვირთვა მოქალაქეებს არის ანტიკონსტიტუციური და ამის თქმის მე არ მერიდება და ყოველთვის ვიტყვი და ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში, ხო? ამიტომ ამის შეფუთვის მცდელობა იყო მათი მხრიდან, თუმცა როგორც ვნახეთ, არც ელჩებმა არ მიიღეს სანდოდ და ნიშანდობლივად ის განცხადება, რისთვისაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ისინი დაიბარეს და მე მოგვიანებით ასევე ვნახეთ ევროკავშირის გამოხმაურება, რომელმაც ძალიან კარგად დააფორმულირა ოცნების მცდელობა, რომ ისინი ცდილობენ საკუთარ ავტოკრატიულ რეჟიმს შეუცვალონ იმიჯი ხალხისკენ ისრების, ხალხზე ისრების გადატანით, რაც მათ არ გაუვათ, იმიტომ რომ ამ მათი შელახული იმიჯის გასწორების საშუალებები და გზები დიდი ხანია გაცხადებული არის როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე დიდი ბრიტანეთის და პრაქტიკულად ჩვენი ყველა პარტნიორის მხრიდან. ამიტომ ეს მცდელობა ფაქტია რომ ჩავარდა ასევე მოქალაქეების დაშინების და ამ შიშის ატმოსფეროს დათესვის კამპანია. მოქალაქეები ისევ აგრძელებენ მედგრად პროტესტის გამოხატვას და რაც მთავარია ერთმანეთის თანადგომას იმისთვის რომ არ გამოიფიტოს პროტესტი და გაგრძელდეს ის სწორუპოვარი წინააღმდეგობა
წინააღმდეგობა, რომელიც პრინციპში მინიმალურს ითხოვს, რომ ქვეყანაში არსებობდეს დემოკრატიული ფორმები ურთიერთქმედების, პოლიტიკაში ყოფნის, მერე ძალაუფლების ქონის და ძალაუფლების გამოყენების. როგორც კი პროტესტი გაჩერდება, ჩვენ გადავალთ იმ ეტაპში, რომელშიც გადავიდა თავის დროზე ბელორუსია და თავები დასჭირდება იმ მდგომარეობიდან გამოსვლას, ამიტომ პროტესტის გაგრძელება მშვიდობიანი, მაგრამ მკაფიო და სწორპოვარი გზით არის ერთადერთი საშუალება, რომ ჩვენ გადავრჩეთ როგორც ევროპული თანასწორუფლებიანი საჯარო სიკეთეებზე ორიენტირებული საზოგადოება და ქვეყანა.